მოგესალმებით მეგობრებო, კიდევ ერთხელ უკვე არა საქართველოსა. უკვე მინსკის აეროპორტიდან და მოდი ბარემ აქვე აღვნიშნოთ, რომ პირველი ჩამოსვლა არის მე მგონი მინსკში ექსცესების გარეშე რო ჩაიარა და სხვათა შორის დაიხვეწნენ ჩვენი გოგოებიც. დაიხვეწნენ, მომსახურე პერსონალი. როგორც აღვნიშნე, ჩვენი დიდი წვლილი არის. ჩვენზე ისწავლეს. ჩახვეწაში, რასაც ქვია. ამინდი გადასარევი, სანადირო. კი, სასიამოვნო 2 გრადუსი არის ხახმა. მოღრუბლული არის ოდნავ ცრის, ხო. 2 გრადუსია. ძალიან კარგ განწყობაზე ვართ. ჩვენი დამხდური ანდრეი ახლა ჩაალაგებს ჩვენს თოფებს, ვარქს ყველაფერს და სადღაც ალბათ საათსა და 15 წუთში უკვე ვიქნებით ჩვენს მეურნეობაში. მაგრამ იცი რა არის? ჩვენმა მაყურებელმა ჯერ არ იცის რისთვის ვართ აქ ჩამოსულები. ლიცენზია რაზე გვაქვს? ლიცენზია გვაქვს აღებული ლოსზე, ანუ ცხენირემაზე, მაგრამ ლოსზე, მირემზე, შველზე, ტახზე და მგელზე. ვა შენგენაც ვარ. რაც გამოვა. წესით რაღაცა უნდა იყოს რა. თუ ჩვენ არ გაგვიმართლებს, იქნებ აი ხა მე რა მაინტერესებს. დათვი რო გამოგვივიდეს და შეჭმას რო გიპირებდეს, არ უნდა ესროლო? ბელარუსულ დათვს კი უნდა ესროლო, აბა რა უნდა და. დათვი არ ვიცი, მაგრამ ნუ ნამდვილად ესეთი თემა არის, რომ ჩლიქოსანი უნდა მოვინადიროთ და ჩვენ მაყურებელსაც ვანახოთ თუ როგორ ქენით ეს.